რა პრობლემები არსებობს ტურიზმის სფეროში და როგორია სტუდენტების ხედვა ტურიზმის დარგში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. ამ თემებს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ფორუმის მეორე დღე დაეთმო. მომსახურების სერვისი, საქალაქო ტურისტული ინფრასტრუქტურა და ელექტრონული საინფორმაციო ბაზა დასახელდა იმ საკითხებად, რომლის მოგვარებად სტუდენტების აზრით უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. მათ თავიანთი მოსაზრებები ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებსაც გააცნეს, რომლებიც ფორუმში მონაწილეობდნენ. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს შეხვედრის მეორე ნაწილში დისკუსიის ფორმატში უპასუხეს. როდესაც ჩამოდის უცხოელი, მას სჭირდება კარგი მომსახურება, ის რაც მას რეკლამაში აქვს ნანახი. ამისათვის ჩვენ თავაზობთ თუნდაც ყოველი წლის განმავლობაში ჩატარდეს მონიტორინგი, შეიქმნას გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამისთვის იმუშავებს, ასევე აუცილებელი პირობა და აუცილებელი ტურიზმის დეპარტამენტს კავშირი, მჭიდრო კავშირი ქონდეს აუცილებლად ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან. ბევრი ისეთი თემა წამოიჭრა, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტს უკვე დაგეგმილი აქვს და ძალიან კარგია, რომ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა, ბევრი იყო სიახლეები და ვფიქრობ, რომ თუ რეალურად ნამდვილად განვიხილავთ ამ საკითხებს, საკმაოდ წარმატებული პროექტები იქნება სამომავლოდ. იყო სტუდენტების მხრიდან დასმული კითხვები და ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ მათ მიერ წარმოდგენილი ხედვების, ესე ვთქვათ, კორექტირებას. რაც მეტი ხედვა იქნება, კარგი დამერწმუნეთ, რომ ეს თუ გასაკეთებელია, უნდა გავაკეთოთ, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება, რა როგორი იქნება, აი ამაზე ალაპარაკი.